შუადღე მშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით ყველას, როგორ ხართ? რა საქმიანობთ? მე ხო აქ გადავწყვიტე დავახარისხო ყველი, ძეხვი, ორნაირი ყველი და ძეხვი. რომ მე უფრო მარტივია ხოლმე ესე დაჭრილი როა, მე უფრო მარტივია ამოღება და მოხმარება. აგერ დავჭერი ჰოლანდიური ყველი და აგერ დავჭერი ესეთი ძეხვი, შიგნით კიდე არის მოხარშული ძეხვი. და ეხლა აქ უნდა დავჭრა სულგუნი. აქეთ მოვხარშე ბრინჯი, ბავშვებს შიად გუფთა არ უნდათ და უნდა ვაჭამო ბრინჯი ყველით და ყველით, ხო და კარაქით. რძე არ დამისხეა. ისე რძით ხო არ გინდოდათ და? თუ ურძეოდ გირჩევნიათ? არა, კაი. ასუნას უნდა გახეხილი ყველი, ეხა მოვა და მე თვითონ გავხეხავო მეუბნევ. აბა ვნახოთ როგორ გამოვა. მოიტანე დედიკო შენი ისა სკამი. მოიტანე. შენი დამხმარე სკამი. რაღაცა მძიმე არ არის. არა? სახეხი ავიღეთ. და ეხა ტასუნე დახეხავ სულგოს. ეს ფრთხილად არ გადმომიგდო ტელეფონი დედი? არა დე, რომელი დახეხავთ? აი ეს. ой, ტასუნა რო არაჭეს. მოდი აქეთ ხარეს გამოდი. ადექი? აი, ტასუნაც მოვიდა. მოდი დედი. აი ესე. ეხა ჩვენ გავხერხავთ ყველს. აი ესე დადე. ეს ძალიან პატარები. აი აქეთ ამ ხარეს გახერხე, ხო? აი ესე. აი ესე დაიჭირე. თითი არ იტკინო, ოღონდ ხო იცი რა საშიშია. ერთხელ ისე ჩავიხერხე რა. კაი. აი მე ეს უნდა გავხერხო. ერთხელ ისე მივახერხე თითი, რომ ძვალთან ჩავიტანე და ისე გამწარდი. ძალიან საფრთხილოა, როცა ყველს ხეხავთ. არა, მომისმინე, ეხა მაცალე ერთი წამი დედიკო. სუძირს დაიყარა. ეს ქვაბში უნდა ჩაუმიზნო, აი ესე, ქვაბია თუ რაც არის, აი ესე. გინდა მე გაგიხე, ხო? შენ თვითონ, კაი. დაიჭირე. ძალიან უყვარს ტასუნას გახეხილი ყველი. ის უფრო ყურები. არა, მე უფრო. მე მგონი მე უფრო მიყვარს. ხო. თქვენ რა საქმიანობთ? ისე მიხარია გამომწერები რომ ემატება ჯერ ძალიან ცოტა, მაგრამ მაინც მიხარია. თქვენ ახლა არ ვიხართ, თვითონ არის ეს ვიდეო. აქ ბრინჯი უკვე გამზად და მე ხა თან ბრინჯს დავასხავ, რომ ტასუნამ მე თავის ყველი მოაყაროს, ხო? ხო დედიკო? ხო. ასოთა მოკიდე და მე მეკრკი. ისე ეს თიანად უნდა გავხრო. ხო, ძალიან ფრთხილად უნდა გახეხო, აი. მოვიტანე ერთი თებში ტასუნას, მეორე თებში ლიზუნას. მე პაპაგოჭიანი მინდა. ხო. მამინდა პაპაგოჭიანი. არა, პაპაგოჭიანი შენ კონკი ამემინდა. კონკი არ არის, ეს არის? ეს არიელი და ფიფქია. ნახე აქედან მეტყვი. ლიზია. აჰა, თან მე დავასხავ ბრინჯს, ხო, ბავშვებო? დიახ. საერთოდ ბრინჯს ხარშავ ხოლმე რძეში და მე სულგუნს ვახეხავ ხოლმე და კარაქს, მაგრამ დღეს რატომღაც ესე გადავწყვეტეთ. ეს ნახე ყველაზე პატარება თუ მინდა აქ არის ყველაზე პატარა. და მე კიდევ ვაკეთებ ხოლმე ბრინჯს, ეხლა რაც ასე თუ ისე დიეტაზე ვარ. ბრინჯს რომ მოვხარშავ, მე ქვაბში მოვხრაკავ ბულგარული ხახვი, სტაფილო, ბულგარული ყველაფერი შეიძლება მწვანე, წითელი, ყვითელი. და მე ჩავაყრი ხოლმე ისევ ამ ბრინჯს. დედა, არსებობს ისეთი ხელები, რომელიც დიეტური არ არის. ოკეი. კარალიო კი არ არის დიეტური, ბანანიც, რა ვიცი, ამბობენ არ არისო დიეტური და კიდე საზამთრო? საზამთრო დიეტურია. მაშინ შევჭამბები. შენ დიეტაზე ხარ? კაი, ტასო, მე მგონი მორჩა, აბა მოდი დავაყალეთ. ტასო, აქ ადგილი აღარ დარჩება პროსტა მეტი და მე ხომ მინდა რომ გავხერხო. აქეთაც ჩავაყაროთ ესენი. ეხლა ჯერ ჩავხერხო.
შენ ქვაბში ჩაიხეხედე? კარგით. რომელია ჩემო? აი ეს არის შენი. ასო, აჰა შენი. ესე შეჭამ თუ გადმოაყრი? აჩადო ამაში ხო გასაწმენდია, კი რა დაყარე. ყავს მოგცე მოიცადე. აწაწუნა. აი შენი პაწაწუნა ყავზი. წადი შენი მასან და შეჭამე. აქ შეჭამ? კაი. ასო, შენ ისე უფრო გიყავს გახეხილი ყველი თუ ბრინჯთან ერთად? ისე. დღეს დილიდან გამოვცვალე ორივე ოთახში თეთრეულები, გავრეცხე და თითქმის უკვე შრება, ცოტა ხანში მე დავაუთავებ და შევინახავ. ქარი და მზიარი ერთად, რაც არის ძალიან უხდება. უცებ აშრობს ხოლმე და მეყვარს როცა თეთრეულს ფენ და ეგეთი ამინდი მემთხოვა ხოლმე, მაგრამ ისე ესეთი ამინდი არ მეყვარს წვიმიანი მირჩევნია, მაგრამ აი თეთრეულს როცა ვფენ. ისე უცბად ესე თეთრეულს რო გაფენ, მაგდუს გამოვიდეს, მე უცბად რომ მორჩები გაფენას, რომ შემოიტან ეგრევე დაიღრუბლოს და კარგი ამინდი იყოს შენთვის. დაიღრუბლოს? ლიზასაც მოღრუბლული უყვარს ხადე? ხო. და წვიმიანი ლიზა არა ვარ. აბა მიხარ? ლიზა არა, ლიზია. ვაიმე, მარტო ლიზა რა. შენ როგორი ამინდი გიყვარს? აბა ტასაც როგორი უყვარს? მე ეგეთი მიყვარს რომ მოღრუბლული? მართლა დედი, წვიმიანი ამინდი გიყვარს? მე მეგონა რომ არა. მაინც პატარებად მოიხერხა ჩემი. ხო, პატარებად უნდა მოიხერხო, აბა. და შენ პატარებით ხეხავდი და. არა, აი ესეთები უნდა მოიხერხოს. ვის უყვარს ბრინჯი, აიწიოს ხელი. არა, ხელი კი არა აიწიოს და ალაიქოს რა და მივხვდებით. და ვისაც არ უყვარს, მაინც და ალაიქოს და. მაგასაც მეხვდები, ხო? წეღანდაულიე, ყავარძიანი და გუშინდელი კექსი გავსინჯე ძალიან ცოტა, ტკბილეულს ვერ იდები, მხოლოდ ჩავ შოკოლადს ვჭამდა. ხა გუში რო გამოცხე, გუშინაც ხო ცოტა გავსინჯე. უკვე სანამდე ვყრიდი, აი. ხო, კოზი მოგცე? აი? მოდი კოზი მოგცე. ასნა შენს დაგიდო ბრინჯი? და უნდა ჩავყალო. ბრინჯი შენს დაგიდო? შენ ჩამე. უფრო სწორედ უკვე დადებული მაქვს. აჰა შენი კოზი დედა? ჩამე კაკა. აი ხე. მომეც ყველი? კიდე ჩაუხეხოთ. მიდებათ? კი. ჭარხავს ხეხავდი, აი რო გითხარით წეღანის თითი ჩავაყოლეთ ხო? ჩამოვახეხეთ ხო? აჰა. ეს აიღე ახლა შენ, მოდი ბრინჯი დავადო ხო ზედ? აბა? ცალკასე. კაი, მაშინ შენ ლიზასთან გაიქეცი, აქ მოვაწესრიგო ხა ეს ამბავი. მიდი. და ეს ბრინჯი აბა რა ვქნათ? არა საცა. მე გაცივდება და აღარ იქნება გემრიელი. აი მომანდა თან მაგასაც. ამაში ჩავყარო ხო ყველები დე? ზემოდან. მოუხეხოთ ყველა, მოუჭრათ ყველები წვრილად. თორე სულგუნი წინაზე ფაფაში ჩაუხეხე. ანუ სულ ეგრე ჭამს ხოლმე რა ბავშვობიდან სულგუნს უხეხავ ხოლმე, მაგრამ იმ დღეს ძალიან გაიწელა და ვერ გადაყვაპა და ისე შეეშინდა. ესეთ მეტები ავალაგო ახლა. ესე შევდგათ მაცივაში. მიყვარს ხოლმე ესეთ საქმეებს რომ მოვიშორებ. ის არის ხოლმე. დახარისხებას ეხება. დახარისხებული რაღაცები ძალიან მიყვარს. თუნდაც ტანსაცმელი, თუნდაც მომათან. ისე ჩმოვიდა. ჩარკამ. ამაში ჩაიყარო? არა, ამაში ვერ ჩავდებ. არა, და ეგრე ვერა. არ დაგიგო. ხო მიდი დაჯიქი მაგიტანი. აზაბა. გაიზარდე დიდი გოგო.
ხო, იმას ვამბობდი, რომ დახარისხებული რაღაცები ძალიან მოყვარს, ტანსაცმელიც, ყველაფერი თავის ადგილზე დოს. მე უფრო ადვილია მაგის გამოღება თუ რამე გინდა. პროდუქტები და ასე შემდეგ. ესე, ახლა ისინი შევდოთ მაცივარში. გადმოვასუფთავოთ ესა. წასუნამ რო დაყარა. თავის მოხეხილი ყველი. სკოლიდან რომ მოვიდა ლიზიკო, გავუცხელი გუფთა. და ძალიან ცოტა დაუსხი და სულ ტირილ-ტირილი ჩეჭამა არ მინდაო და რა გვექნა ძალით ხო ვერ ვაჭმევდით და თხოვა ბრინჯი გამიკეთეო. ზოგჯერ როგორ აბნელებს ხოლმე. სერომ გავუკეთე ბრინჯი და ჩვენც შევჭამთ. ტასუნასაც უყვარს და მეც მიყვარს. მამიკოს არ უყვარს ბრინჯი. მამიკოს არ უყვარს ბრინჯი. ზედა მამა ტოტმაშენ და წამოვადუღოთ თავიდან. კაიქით ხა მე ბავშვებს იმას ვიზავ, მოვეხმარები კიდე რძიანი მინდაო და ცოტა ხანში შემოგიერთდებით. ესე მეგობრებო, ვაჭამე ბავშვებს, ყველა მჭამეს და ეხლა ორეცხელ ჭურჭელს, რომ მე გავალდე თეთრ უსნახავთ უკვე სასარეცხი. ნახევარი გავრეცხე, მე არაფერი მქონდა, სამი თებში იყო და ერთი პატარა ხავი. მე გავა შემოვიტან ჩემს თეთრეულს. ზუსტად ვიცი რომ დღეს გაიშვება კარგად. მე დავაუთოვებ და მინდა იბადა. ამ ოჯახში პირველი? ხო. ბავშვებში თუ მეც და მამას თუ როგორ? ბავშვებში. ბავშვებში პირველი ლიზიკო. მიცადილა. ხო, ეს არ გადმომიგდო დედა, ნახე როგორ მიდევს, არ გადმომიგდო, ჩემო ლამაზო, გეხვეწავით ორი გატყდება. წყალი მწყულია. წყალი? შენ წყალი იგდევს მაცივარში. ნახე. მაცივარში? ხო. ესე მეგობრებო, ჭურჭელი გავრეცხე. აი მართლაც მაცმარში. და გამხსენი. მე ამას არ გამოძაო დედა. ალა. ადებია. ეხლა ეს ჭურჭელიც ცოტა ხანი აქიდოს. დაიწყდება და მე გავაშრობ. დავამშრალებ და ჩავალაგებ თავიანთ ადგილებზე. ვფიქრობთ მე ხო არ შევიჭრა. პირველად არა. ანუ ესეთი მოკლე იშვიათად მაქვს ხოლმე, ყოველთვის ძალიან გრძელი მაქვს ხოლმე. შაშანა რამდენიმე თვის წინ შევიჭერი და უკვე გამეზარდა. ანუ მალე მესდება თმები და ეხლა ვფიქრობ კიდე ხო არ შევიჭრეთ. მთელი ცხოვრება გრძელთმას ვატარებ, არასოდეს არ მქონია შეჭრილი. გრძელთმას კი არა და ისეთი სქელი მქონდა ხოლმე ადრე. რო არასდროს არ ვითხელებდი ხოლმე, ძალიან გრძელი მქონდა. ეხლა ცოტა ვითხელებ ხოლმე. და ისეთი სქელი არა, მაქვს უფრო მოცულობა აქვიდე კიდე სქელი. რო დავიბან, მე ფენით არ ვიშრობ, თორე ძალიან მიფუდება ხოლმე და რო დავიბან ხოლმე სადღაცა 15 წუთში მშრალი, მაგ დაჟე უფრო მალე ხოლმე.
ეხლა ლიზიც ჭამს თავის თებს მომწონს, მაგას ველოდები, რომ ბარამეგეც გავურეცხოთ და ლიზიკო რა შვები ვერ მოამთავრედე? ხონდა მე გავა შემოვიტან სარეცხს. სავარაუდოდ უკვე გამშრალი იქნება. თეთრეულის დაუთვალება მღლის ხოლმე, ანუ გადაკეცე, გადმოკეცე, მე კიდე მეორე მხრიდან გადაკეცე, მე გადმოკეცე და რო დავაუთვალებ და რო შევინახავ ხოლმე და მე გამოვიღებ, რომ გადავაყრე ხოლმე ნაკეცები, მაინც რო გადავშლი ხოლმე, მაინც თქოს დასაუთვალებელი, ანუ მთლიანად არა, მაგრამ ის კუთხეები, სადაც გადაკეცილი მაქვს ხოლმე, დასაუთვალებელია ხოლმე. მომიტანე დე? ნელა. წადი ხა იმეც ადინე, ხო ინგლისური. ხა ამასაც გავურეცხო. და ორი დღეა ნალექიანი, ორი არა, 3 დღე ნალექიანი ყავა არ დამილოვია. გუში დღე დავლია რძიანი ყავა და ჩვენთვის უკვე ძალიან ტკბილი მეჩვენა. ნალექიან ყავას უშვები ნახევარ ყავს, არ მიყვარს ტკბილი. ჰა? ასწავლა. სად მიდიხარ? მაგათთან დავთქვედა. ხო ჩონდა მითხრა რა, საიდუმლოა? ამით დასახური მომიტანე დედი. კარგით ახლა მე საქმეები მოვჩი. და გავალ, ხო იწერება. გავალ სარეცხს ვნახავ და შემოგიერთდებით. შენც გამოგაჩინა, მოდი, აი. აი ჩემ გოგოებში ვნახეთ. მე ვატალა. ეს ის ჩემი იყო, ის მეორე შენია. კაი, დაჯექეთ? მე ვატალა თმა და შენ. აბა მივეტოლოთ. აბა მოდი. მოდი. ტალი. ასე უფრო დიდია, გამომართი შენი წყალი. ასე ეხა მეგობრებო, მე როგორც ითხარით, სარეცხი უკვე დავაუთავე. აი ბალიშის ქვეშ ბავშვის პიჟამოები, ამოვდე რომ ბარემ ამაღამ ჩაიცმევენ. და აი გაჩვენებთ ჩემი თეთრეულები. 2 წყვილი. 1 ჩვენი, 1 ბავშვების. აი ეს მაიკა დამჭა ბალიშის ქვეშ ბავშვებთან ამოსადები და ბავშვის მასკები მაქვს შესანახი. აი ესე. ეხლა მე ამეებსაც დავახარისხებ, თეთრეულსაც თეთრეული უკვე დახარისხებული, უბრალოდ არ ჩავარდე დედა. ჩავალაგებ თავის ადგილებში. მე დატასუნამ რაღაცას უნდა უყუროთ წყნარად, რომ ლიზიკოს მეცადინეობაში ხელი არ შეეშალოს. და აქედან მე ხა დაგემშვიდობებით. თუ მოგწონთ ხოლმე ჩემი ვიდეოები, გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი, აი ძალიან გამიხარდება და შევეცდები საღამოს კიდე ერთი ვიდეოთი დაგიკავშირდებით. ასე მეგობრებო, დროებით და შევეცდები საღამოს კიდე ერთი ვიდეო ჩავწერო. ასუნაც გვემშვიდობება. კარგად. არ ჩახარდე? კარგით, აბა დროებით.